გამარჯობა ჟურნალისტის ერთგულო მსმენელო. როგორც მოგეხსენებათ, დენიელ კორმიე ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეა. მე კი მაქვს ვიდეო, რომელშიც დენიელ კორმიე საუბრობს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე. და ამ ვიდეოს შინაარსს ძალიან მოკლედ მოგიყვებით. შენ კი შეეცადე, რომ არ დაგავიწყდეს, გამოიწერო ჩემი არხი და დალაიქო ეს ვიდეო. თავარი თემა: ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი. კორმიე ამბობს, რომ ყველა საუბრობს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის დაპირისპირებაზე. თოფურია ამტკიცებს, რომ მას დაპირებული აქვს სატიტულო ბრძოლა, მაგრამ ეს ბრძოლა ჯერ არ არის ოფიციალურად დადასტურებული. ისლამის პოზიცია? ის არ იღებს ამ ბრძოლას. ამბობს, არ ვაპირებ ილია თოფურიასთან ჩხუბს. ხაბიბის, ანუ ისლამ მახაჩევის გუნდის ოფიციალური პოზიცია. კორმიე გადადის ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებაზე, რომელმაც პირველად გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. ისლამ მახაჩევმა უკვე დაამარცხა 145 ფუნტის ფეზერვეითის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ორჯერ. ხაბიბი ამბობს, თუ ილია ამოვა და ისლამი დაამარცხებს მას, ის კვლავ ვიღაც ქვედაწონიდან იქნება. ანუ ისლამის მემკვიდრეობისთვის ლეგასისთვის ამ ბრძოლას თითქმის აზრი არ აქვს. ბევრი რისკი და ცოტა სარგებელია. მისი სიტყვებია, თუ წონაში ამოდიხარ, მოიპოვე უფლება ტიტულისთვის. სუპერბრძოლები და გულშემატკივართა აღქმა. კორმიე იხსენებს საკუთარ გამოცდილებას და ხსნის, რომ სუპერბრძოლაში გამარჯვებას უნდა მოჰქონდეს პატივისცემა და სიყვარული. მაგრამ როდესაც ისლამმა დაამარცხა ვოლკანოვსკი, pound for pound ნომერი პირველი, ხალხმა მაინც წამოაძახა, დიდ ბიჭებს ჯობია ეჩხუბოო. ანუ პატივი და აღიარება მოდის მაშინ, როცა პატარა ამარცხებს დიდს და არა პირიქით. ვინ არის უფრო საშიში, ილია თოფურია თუ ალექს ვოლკანოვსკი? კორმიე ფანებს ეკითხება, თქვენი აზრით ვისთან აქვს მეტი რისკი ისლამს, თოფურიასთან თუ ვოლკთან? ის იხსენებს, ვოლკანოვსკი უკვე ორჯერ დამარცხდა, ისლამთან და თოფურიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი მოკლე პერიოდში მოხდა. ვოლკი მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ იყო ნოკაუტში. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ თოფურიამ დაამარცხა ვოლკი, ის აუცილებლად უკეთესია მასზე. კორმიე თვლის, რომ თოფურია 155 ფუნტში, ანუ lightweight-ში, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს და ამბობს, ის ძალიან ნიჭიერია, ვერ ვხედავ, რომ ვინმემ ის უბრალოდ გაანადგუროს, განსაკუთრებით როცა ამ დივიზიონში პედი პიმბლეტს ვხედავთ. რას უნდა ველოდოთ ისლამისგან? ისლამს ცოტა დრო აქვს კარიერაში, მალე 34 წლის ხდება. არ უნდა ჩხუბი გადმოსულებთან ან სუპერბრძოლები, რომლებიც ვერაფერს ძენს მის მემკვიდრეობას. მას სურს, რომ იყოს ამ დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, რომელიც ჩემი აზრით უკვე დამსახურებულად დიდი ხანია რაც არის, მაგრამ უფრო დიდი ამბიციებიც აქვს. კორმიეს ვარაუდი, ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს შემდეგი. გეიჯიმ ბოლო ბრძოლაში ფიზიევი დაამარცხა. მას უკვე უბრძოლია ტიტულისთვის ხაბიბთან და ჩარლზ ოლივეირასთან. კორმიე ამბობს, ისლამს უნდა დიდი სახელი და გეიჯი სწორედ ასეთია. ალტერნატივა: თოფურია ოლივეირას წინააღმდეგ. კორმიე თვლის, რომ თოფურიამ და ოლივეირამ უნდა იბრძოლონ და გამარჯვებული შემდეგ ისლამს შეხვდეს. მისი სიტყვებით, თოფურია იმდენად კარგია, რომ ასეთ შანსს იმსახურებს. გვაქვს ასევე ტურბო ვარიანტიც, პედი პიმბლეტი. კორმიე ამბობს, რომ პიმბლეტმა მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა და თითქოს სუპერვარსკვლავის პოტენციალი აქვს. ჩატარდება კი მისი ბრძოლა ისლამთან? ალბათ ჯერ არა. თუ ისლამი ზედაწონაშიავა 170-ში, 155 ფუნტში ვარსკვლავი მაინც უნდა დარჩეს და პიმბლეტი სწორედ ამ როლში შეიძლება მოგვევლინოს. ჟურნალისტის აზრი. რა თქმა უნდა, მე თოფურიას გვერდით ვარ და ის არა მარტო ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობს, არამედ თაობების დიდი იმედია, რომელიც დამსახურებლად მიდის მწვერვალისკენ. და როცა თემა გადადის ამ სუპერბრძოლაზე, რომელიც ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევს შორის შეიძლება შედგეს, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ეს ხომ ისეთი დაპირისპირება, რომელიც თაობებს დაამახსოვრდება. მაგრამ მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ. ისლამი თავის მხრივ მართალია. ეს ბრძოლა მას პიროვნულად არაფერს არ შემატებს. მან უკვე ორჯერ დაამარცხა ფეზერვეითის ჩემპიონი, pound for pound ნომერი პირველი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი. და ვინ აღიარა ისლამის სიდიდე? არც არავინ. ვოლკის გმირობა პირველ ბრძოლაში ვახეთ და ვადიდეთ. მეორე ბრძოლაში, სადაც ისლამმა ბრუტალურად დაასრულა ყველაფერი, მაინც გამონახეთ კრიტიკის საბაბი და ვთქვით, მარტო იმიტომ დაანოკაუტა, რომ ვოლკანოვსკი ცოტა ხნით ადრე უთხრეს. იმიტომ რომ ის მომზადებელი იყო. აი ეს ვართ ჩვენ, მაყურებლები, გულშემატკივრები და რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, რომ დაგაკნინონ. და ეს ბრძოლა თოფურიას და ისლამს შორის ზუსტად ასეთია. ისლამისთვის რისკი, ჰეითერებისთვის კი სამუდამო საკვები. ეს დაპირისპირება თუ კი განხორციელდა, მთელ MMA-ის სამყაროს აალაპარაკებს და ახალ თაობებს შთააგონებს. და ეს ბრძოლა არა მხოლოდ ორ მებრძოლს ეკუთვნის, არამედ ჩვენს გულშემატკივრებს.
და იმ ახალგაზრდა მებრძოლებს, რომლებიც მათ გზას მიყვებიან. დღეისათვის სულ ეს იყო, დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი.